ორმაგი სტანდარტი და ტყუილი, რომელიც ამ მიდგომიდან მოდის. არის თუ არა ეს ეპოქის ნიშანი, სენი ან მოვლენა, რომელიც ოდითგანვე მოჰყვება ადამიანთა მოდგმას. ორმაგი სტანდარტი არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთნაირი ვითარების, ქცევის, უფლების და ვალდებულების მიმართ. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ორმაგ სტანდარტებთან არის დაკავშირებული, ტყუილია. ჩვენ ვიტყუებით, გვატყუებენ და საკუთარ თავსაც ვიტყუებთ. ჩვენი ეპოქა ხასიათდება არა ორმაგი, არამედ სამმაგი სტანდარტები. შეიძლება ერთს ფიქრობდეს ადამიანი, მეორეს გრძნობდეს და მესამეს აკეთებს. ანუ გახლეჩილი იყოს მისი პიროვნება. ანუ ეს ფაქტურად აპოკალიფტური რამაა. ყველაზე უცებ რაც მომივიდა თავში, ეს არის ჩვენი სუფრული ტრადიციები. როცა სუფრაზე ჩვენ ვართ ვაჟკაცები, როცა სუფრაზე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, როცა სუფრაზე ვსვამთ ჩვენი მიწათმლის სადაგრძელოს, ერთმანეთის სადაგრძელოს, მეორე დღეს კი სულ სხვანაირები ვართ. ეს არის რაღაც თამაშის წესები, მე ასე მიმაჩნია. საქართველო მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ყოველ წუთში სადღეგრძელო ითქმება. ამ სადღეგრძელოების 99% კი ჩვენი ქვეყნის უზომო სიყვარულს უკავშირდება. სად მთავრდება სიყვარულის ზღვარი და იწყება ნაგვის გორები. როდესაც ჩვენ ნახავთ მაგალითად ქალაქად, სოფლად, ქუჩაში, გზაში, გზატკეცილზე, ყველგან სადარბაზოში გაუარება ნაგავს. რასაც ჩვენ ვტოვებთ. სხვებზე არ ნუვიტყვით, ჩვენ დავარქვათ აი ამ ყველაფერს, ხო? რასაც ქართველი ხალხი, ქართველი ერი ტოვებს საკუთარი, ასე ვთქვათ, ჭამასმის შემდეგ. მომხმარებლობის გაძღომის ნაკვალი. არსებობს ადგილები, სადაც მუდმივად შეგიძლიათ იშოვნოთ სამსახური. ასევე მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ იმაზე, რომ სამსახური არ აქვთ. რომელი პრობლემა გვაწუხებს უფრო მეტად? უსაქმურობა თუ უმუშევრობა? დამჭირდა ფული, რომელიც არ მქონდა და ვერ ვთვლი, მივხვდი ახლა ეს ფული საიდან უნდა ვიშოვო. მივედი ჩვეულებრივ კაფეში და მოვითხოვე, რომ გეხოცებით მიმტანოთ ვიმუშაებო. ნუ ცხადია იქ ეგონათ, რომ ფარული კამერა, მოკლედ დიდი ბრძოლის და რაღაცა გამოცდების შემდეგ მე დავიწყე მიმტანოთ მუშაობა. ვიმუშავე, გავაკეთე იმდენი ფული, რამდენიც ვჭირდებოდა და მივხვდი, რომ იქ მუდმივად არის ვაკანსია, თუნდაც ჭურჭლის მრეცხავის, თუნდაც დამლაგებლის. და შემდეგ ჩემ მეგობრებს, რომლებიც თელ დღეს ხედან და კუდი ყავარზე გადებული და პაპიროსი პირში ყავდა, წუწუნებენ, რომ არ მაქვს სამუშაო. ვეუბნები, რომ მიდით 400 ლარი, 500 ლარი, 600 ლარი, ეს არის მინიმუმი ხელფასი, რასაც დღეს ისინი, თქვათ, ნებისმიერ კაფეში გააკეთებენ. მათ ეს ეთაკილებათ და დაეждენ უფრო და დაეიწუწუნონ მთელი ცხოვრება. შეიძლება აღიზიანებდეს ის ფაქტი, რომ სხვას მასზე მეტის გაკეთება შეუძლია. თუმცა ქართველები ამას განსაკუთრებული აგრესიით და კრიტიკით გამოხატავთ და არასდროს გვიცდია, რომ ჩვენც გავაკეთოთ მეტი. საქართველოში აი ყველაზე ჩემთვის რაც თვალშისაცემია, ეს არის ხშირად მაგალითად კრიტიკა კიდე რბილი სიტყვაა. უშვერი სიტყვებით ლანძღვა თანამედროვე ცივილიზაციის, ევროპული ცივილიზაციის, დასავლური ცივილიზაციის, მაგრამ
აი ამ ცივილიზაციის ყველაზე მატერიალური და ტექნოლოგიური მონოპოლურით ტკბობა, მისი გამოყენება. მაგრამ როდესაც საქმე ღირებულებებზე და ფასეულობებზე მიდგება, ისინი რაღაცა როგორც რაღაცა მაღალი მორალური პედესტალიდან აკრიტიკებენ იმ ცივილიზაციას, რომელიც ქმნის ამ ყველაფერს. დღეს ორმაგი სტანდარტი ყველგან ხვდება. რელიგია ქართველისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. თუმცა დროის განმავლობაში ცხოვრება იმდენად გამარტივდა, რომ სიმარტივის ძებნას რელიგიაშიც ვცდილობთ. სამარხო ნამცხოვრები, სამარხო, რა ვიცი, გოჭი, სამარხო სხვადასხვა საკვებს რო ეძებენ, უკვე ამით მე მგონი მარხვის პრინციპი ირღვევა. მე ასე მგონია. რელიგიის გარდა ჩვენზე მოქმედებს კულტურა, ისტორია, ჩვენს გარშემო მყოფი ხალხი და მათი მენტალიტეტი. ორმაგ სტანდარტებს ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ხვდებით. ამ გავლენას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ხშირად ჩვენს პირად ცხოვრებაშიც კი იჭრება. ქართული მენტალიტეტის მტკიცე გავლენა თითოეულ ჩვენგანზე იგრძნობა. მისი ახსნა კი ძალიან მარტივია. ჩვენ გვთავაზობენ ერთს, გვინდა მეორე და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით ვირჩევთ მესამეს. ერთმანეთს განაპირობებენ ქალის ქცევა და კაცის ქცევა, ქალის მოთხოვნა და კაცის მოთხოვნა. გოგონაც იმის გამო, რომ იძულებულია დაემორჩილოს რაღაცა ტიპის მოთხოვნას, მისი შინაგანი დრამატიზმის მიუხედავად, ის არჩევს, რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდეს და პერსონიფიცირებული კი აღარ იყოს, იყოს ტიპიური. ერქვას პატიოსანი, ოღონდ თვითონ არ იცის ეს პატიოსნება რა არის. არ იცის. ქართველი კაცი, იცი რა, ბევრი წელი ამაზე ვფიქრობდა, ზოგადად რაც ყველაზე მეტად შემრჩა ჩამრჩა გონებაში არის ის, რომ ქალები ვიყოფით რამდენიმე ნაწილად. ანუ ქალი, რომელსაც უნდა ემეგობრო, ქალი, რომელთაც მარტო სექსი უნდა ქონდეს, ქალი, რომელიც აუცილებლად ცოლად უნდა მოიყვანოთ. შემდეგ, როცა უკვე ერთთან სექსი ექნება და მობეზდება მეორესთან იმეგობრებს, უკვე მერე მოყავს სოლოდ ის, რომელსაც თulis საჭიროდ. ისე ბერდებიან ეს ჩვენი ბიჭები, რომ დედიკოები ლამის შარლებს თვითონ აწმევენ დღემდე, რაღაცა სხვა ვაკუუმში თუ აკვარიუმში ზრდიან. რომელსაც მე ძალიან უჭირს მარტო ცხოვრება და ძალიან უჭირს ზოგადად ქალთან ურთიერთობა. მე მეცოდებიან ესეთი კაცები და მეცოდებიან ესეთი ქალები, იმიტომ რომ ისინი ყველაზე მტკივნეულად განიცდიან, თუ კი მათ შვილის ცხოვრებაში ვიღაცა ქალი გაირვის. მიუღებელია ჩემთვის. და ბოლოს ის, რომ ნებისმიერ მოვლენას ორი მხარე აქვს, ყოველთვის დასაშვებია, თუმცა შეუძლებელია, რომ ორივე მისაღები იყოს.